თინათინ ბოლოკაძე ის გირჩი მეტი თავისუფლებას წარმოადგენს, ანუ კოალიციას ცვლილებებისთვის იმყოფება ბრიუსელში და იქედან ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. თინათინ მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. თქვენ ხართ ახლა ბრიუსელში შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობენ სხვა ოპოზიციონერი ლიდერები. მოგვიყევით, ჩვენ გქონდა ამ თემაზე ჩართვა ჟურნალისტის, მაგრამ მოგვიყევით თქვენ უშუალოდ შეხვედრების მონაწილე ხართ, რა იყო მთავარი თემა, რაზეც ლაპარაკობდით ევროკომისიის წარმომადგენლებთან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. დიახ, ჩვენ შეხვედრები გქონდა ურსულა ფონ დერ ლაიანის, მარტა კოსის და კაია კალასის აპარატებთან და მათ წარმომადგენლებთან. ძალიან კაფეოა ევროკომისიის და ზოგადად ბრიუსელის პოზიცია საქართველოზე. მათი მთავარი ინტერესი ამ შეხვედრებზეც იყო ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ქართველი ხალხის ინტერესები. მათ აინტერესებდათ მიმდინარეობა პროტესტის, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება მომავალთან დაკავშირებით და როგორ უყურებენ ისინი გამარჯვების გზას. აქ აქტიურად მიდის მუშაობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაუჭირონ მხარი ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებას, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ამჟამად ყველანაირი რესურსი აქვთ გადაკეტილი რეჟიმის მხრიდან და მათი პოზიციაა, რომ ისინი არ აპირებენ რეჟიმთან კოორდინაციას, თანამშრომლობას და ისინი რჩებიან არაღიარების. გითხარით, ვინ იყო, ვინც საუბრობდა ამის შესახებ? ანუ ჩვენ გვახსოვს ძველი განცხადებები, მათ შორის გაფართოების კომისრის და სხვების, რომ რაღაც ფორმით, რაღაც ტიპის კომუნიკაციის დაწყება მოუხდებათ. დღეს ისინი ამბობენ, რომ ამ ტიპის კომუნიკაციის დაწყებას ისინი ამ ხელისუფლების ამ მოცემულობაში არ აპირებენ, აი მინდა რომ დავაზუსტოთ ეს გზავნილი. დიახ, ზუსტად ეს გზავნილია. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ქართული ოცნება არ გადაწყვეტს, რომ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დათმობაზე წამოვიდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ შემთხვევაში არანაირი აზრი არ აქვს ქართულ ოცნების რეჟიმთან საუბარს და მათთან თანამშრომლობას. მათთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე ქართული ოცნების პროპაგანდა ევროპასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ზოგჯერ ესეთი ამბები არ ჩადის ხოლმე ევროპამდე, თუ ქართულ პოლიტიკოსებს არ მიაქვთ ეს ამბები პირადად ოფისებში მათთან და მათთვის ძალიან ნათელია ის, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა აუცილებლად გამოიყენებს მათთან ურთიერთობას, როგორც მათ ლეგიტიმაციას. ამიტომ ზუსტად ეს არ უნდათ, მათი მთავარი ინტერესი, როგორც თქვი, არის ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და მთავარი საკითხებიც დღეს ეს იყო, როგორ შეძლებენ ისინი ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. კი ბატონო, აი ამ რიტორიკიდან გამომდინარე, რომელსაც თქვენ ყვებით, ანუ იმ ფრაზებიდან, რაც იქ მოისმინეთ, ჩნდება კითხვა ასევე იყო თუ არა მათი მხრიდან საუბარი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თუ ახალი არჩევნები არ იქნა და პროტესტის 6 თვემეს აჩვენა, რომ ჯერჯერობით რაღაცა ოცნება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ, ასე ვთქვათ, რაღაცა არ მიისწრაფის, მაშინ იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, გინდათ თუ არ გინდათ და ასე შემდეგ, მაინც მოდის, თავისი კალენდარი აქვს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების პოზიცია? ფონ დერ ლაიანის შეხვედრაზე ეს თემა არც კი განხილულა, მათთვის იმდანად გასაგები იყო, რომ არჩევნების ამ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნები რომ არ ერქმევა, რომ არც კი დასმულა ეს კითხვა. შემდეგ შეხვედრაზე კი განვიხილეთ, მათთვის საინტერესო იყო ის, რამდენად საერთო იყო ოპოზიციონერების აზრი ამ თემაზე და სწორედ ეს გვკითხეს, რამდენად საერთო პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ეს ძალიან გასაგები უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის, რომ ევროპელები ვერასდროს ვერ გვეტყვიან, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავაკეთოთ. ისინი ყოველთვის დაუჭერენ იმას მხარს, რასაც ქართული საზოგადოება გადაწყვეტს. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებზეც მათ ვერ ექნებათ ის პოზიცია, რომ ან უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ან არა. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოება რას აპირებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და რა არის მათი პოზიციები და თქვენ რა უთხარით, იმიტომ რომ ამ ხრივ, ასე ვთქვათ,
სხვადასხვაგვარია პოზიციებიც, იმიტომ რომ არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა ინფორმაცია, საუბრობენ რაღაც კვლევაზე, რომელიც იმედი მაქვს რომ გახდება საჯარო და რაღაც ესე ყურმოკვრივით არ იქნება ეს ამაზე ლაპარაკი, რომ 60-ზე მეტ პროცენტს სურს რომ ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი თვითმმართველობის არჩევნებში. რა სურს ხალხს, როცა ამაზეა ლაპარაკი, თქვენ რაღაც კვლევებით განწყობებს უთითებთ თუ სოციალურ ქსელში აქტიური ადამიანები რასაც წერენ თუ პარტიული თანამოაზრეების პოზიციას? კი, პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია რუსთაველზე რას ფიქრობს ადამიანები და რუსთაველზე რა განწყობებია ხოლმე, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებიც ყოველ დღე იცავენ ქვეყნის დემოკრატიას და ქვეყნის მომავალს. დღესაც კი რაიმე იმედი და განცდა თუ გვაქვს, რომ მალე გავიმარჯვებთ, ამ ხალხის დამსახურება ეს ყველაფერი. აქაც როცა ვლაპარაკობთ, ეს ხალხი ხომ საქართველოს რაღაცნაირად სტატისტიკა როგორ არის მათი პოზიციით რაღაც განზოგადება რამდენ პროცენტზე შეიძლება, ანუ ზოგადად საზოგადოების პოზიციაზეა ლაპარაკი თუ აი აქტიური ადამიანების, რომელზეც ვილაპარაკეთო მათ შორის პირველ ნაწილში საუბრობდით. კი, აქტიური ადამიანების პოზიციაზე ასევე თუ რაიმე კვლევა არსებობს, მე ჯერ არანაირი კვლევა არ მაქვს ნანახი. მეც არ მაქვს დანახი, ეს პოლიტიკოსები სტუდია რაღაც ფრაგმენტულად ყვებიან ამის შესახებ. ხო, აქ ვისაუბრეთ იმაზე, მათ შორის ლელოც იყო წარმოდგენილი სალომეს პლატფორმით ამ შეხვედრებზე და სხვადასხვა პოზიცია დავაფიქსირეთ ამასთან დაკავშირებით. თუმცა ეს არ არის რაღაც გადაწყვეტილი პოზიცია ან ლელოს მხრიდან, ამიტომ ისიც ვთქვით შეხვედრაზე, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს სამსჯელი საკითხი, უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და ერთობლივი უნდა იყოს ქართული დემოკრატიული ძალების პოზიცია თვითმმართველობასთან დაკავშირებით და მათთვისაც ბრიუსელშიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული დემოკრატიული ძალების პოზიცია აქ იყოს ერთობლივი და ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილება. კი ბატონო, მადლობა. მადლობა ძალიან დიდი იმისთვის, რომ პასუხობდი ჩვენ კითხვებს. თინათინ ბოლოკაძე გირჩი მეტი თავისუფლებას წარმოადგენს.